ამერიკელ თინეიჯერებს დღეს იმაზე ნაკლებს ძინავთ, ვიდრე ოდესმე. ჟურნალ პედიატრიკში გამოქვეყნებული ახალი კვლევა, რომელიც 400-ზე მეტ მოსწავლეს 30 წლის განმავლობაში აკურდებოდა, აჩვენებს, რომ ძილის ხანგრძლივობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში მკვეთრად შემცირდა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა უფროს კლასელებში, მათგან მხოლოდ 22% ახერხებს ღამეში მინიმუმ 7 საათის განმავლობაში ძილს. რა თქმა უნდა, პირველივე თავში ტექნოლოგიებისა და სმარტფონების ჭარბ მოხმარებაზე გვეფიქრება, თუმცა პრობლემა მხოლოდ აქ არ არის. ის გაცილებით ღრმა და მოზარდების გადაწვას, ბარნაუტს და სოციალურ იზოლაციას უკავშირდება. გამოკითხვების მიხედვით, თინეიჯერების თითქმის 2/3-ს ქრონიკული შფოთვა აწუხებს. მოსწავლეების მეოთხედი კი აცხადებს, რომ კვირაში მხოლოდ 2 დღე ან უფრო ნაკლები რჩებათ ისეთი საბაზისო საჭიროებებისთვის, როგორიცაა ძილი, კვება და პირადი ჰიგიენა. მოზარდები ამ მდგომარეობას უკავშირებენ სასკოლო სისტემის მხრიდან ზრდად აკადემიურ წნეხს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები ითხოვენ ტემპის შენელებას და სტრესთან გამკლავების უნარების სწავლებას. ძილის ქრონიკული ნაკლებობა გრძელვადიან პერსპექტივაში დაკავშირებულია დეპრესიასთან, აკადემიურ ჩავარდნებთან და დასულ ასაკში სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარების რისკთან. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სისტემური ცვლილებებია საჭირო.